გამარჯობათ მეგობრებო, მივესალმები სრულიად საქართველოს ქართველ ერს, საქართველოსა და ემიგრაციაში. თითოეული ქართველის ოჯახს ამ დიდებული დღესასწაულის შობა ახალ წლებზე 20-26 წლის წელმა შემოაბიჯა და საქართველოსა და ცივილიზებულ სამყაროში. ნინი გამარჯობა ჩემო კარგო, როგორ ხარ? ბოდიში მოვიხდი იმაზე, რომ ცოტა ჩემი მხედველობა არ არის ისეთი, რომ ვერ გპასუხობთ თქვენ კომენტარებზე, მაგრამ დღეს მე მინდა სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ქართველისთვის მინდა, რომ სიმართლე გაიგოს თითოეულმა ქართველმა და არ აყვეს აგიტაცია პროპაგანდას. გუშინ ნახე ეგრეთ წოდებული უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის გურამ ისაკაძის მიმართვა. ეს ის უზენაესი საბჭოს დეპუტატია, რომელიც სულ გაყიდულმა 12-მა უზენაეს საბჭოს დეპუტატმა აირჩია უზენაეს საბჭოს დეპუტატად. სულ კარგად მენახე შენი და შენი ოჯახი, ჩემო კეთილო ადამიანო, ჩემო ნინი. დიახ და არ აყვეთ აგიტაცია პროპაგანდას. მან დაწერა, რომ ღირსეული უზენაეს საბჭოს დეპუტატები ღირსეულად მოაწერეს ხელი 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. და მე მინდა თქვენ თითოეულმა თქვენთაგან მაიცოდეს. არც მაშინ იყვნენ ესენი ღირსეულნი, როდესაც ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის აქტს, რამე თუ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს 12 საათსა და 30 წუთზე, როდესაც ქართველ ერს ამცნო, ქართველერსა და ცივილიზებულ სამყაროს ამცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, არც ერთმა უზენაესი საბჭოს დეპუტატმა არ იცოდა, რომ იმ დღეს 9 აპრილს 1991